ცოცოს არ სწავლობ. ბავშვები ცოცავენ თავიდანვე. დაიბადებიან, მას მერე ცოცავენ. კარადაზე, საწოლზე, კლდეზე. ალექსანდრეს უფრო გვიან მოუწია ახლა. მაგრამ ეს უფროსები უფრო ადრე დამყავდა ექსპედიციებში. სვანეთში, ჩრდილო კავკასიაში. ძოლი იანშანზეც ყავდა. გაი, დათვარ. გაი აბაშენცი. ძალიან ის იყო შვილი რო დამიდგა დაცვაზე პირველად და რაცა შვილიშვილებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება რომ ბაბუას იცავენ ისე ყובოდნენ თურმე ამ სკოლაში რა მაღალია თოგი მძიმედ მოდის რა. ცოცვა არის ყველაზე ესეთი საუკეთესო სპორტი. ძალიან ხანგრძლივი სპორტია. ასე ხანგრძლივად სპორტში იყო თითქმის მე მგონი სხვა სახეობაში შეუძლებელია. ამიტომ ყველა ადამიანმა ეცადოს რომ იცოცხლოს რა. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია ცოცვის დაწყება. სადაც არ მოახერხებ ამას რა. ეგ ბეტონზე იქნება, რაღაც შენობის კედელზე, ხეზე თუ ის არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია ბუნებაში. გაცვამზად არის. ამსვლელობას ხშირად შევადარებ მას ცხოვრებას რა. ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი შესაძლებლობების ვერ შეფასება, აი ვერ მეხვდები რომ ეს შეგიძლია, არ შეგიძლია, ზედმეტს როცა აიღებ შენ თავზე რა. ამ შეცდომებს როცა მაშინ უშვებ, მაშინ ვერ ფიქრობ, რომ ასეთ შედეგს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ ასეთი ანდაზა გვაქვს, რომ ზარმაცი გიდი, ზარმაცი მთამსვლელი მალე კვდება. ანუ როგორც კი რაღაცას უარყოფ, რაღაც უსაფრთხოების რაღაცა ნორმებს, რომლებიც აუცილებელია, რომ ეს დაიცვა. როგორც კი ამას უარყოფ, არაუშავს. ახლა გავუძლებთ, ახლა გავატარებ და მაშინ რაღაცა ხდება. ამაზე მე რა ბიეკი და მოწყვეტის დროს. ვეძახის ჩვენი ქვეყანა გესმით გუგუნი მთავარი როცა მოგვიხმობ სამშობლო საბჭოთა პერიოდში თავისუფლება იყო თავისუფალი ხალხის საქმე, თავშესაფარი. ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ ძალიან განათლებული და ესეთი ხალხი იღებდა მაშინ მონაწილეობა ძალიან ბევრი იყო ფიზიკოსები, ექიმები, მათემატიკოსები, ინჟინრები. ეს იყო საბჭოთა კავშირიდან ფაქტიურად გაქცევა და თავისუფლად ცხოვრობდით. უმეტესად რა თქმა უნდა ცდილობდნენ რომ აი ნებისმიერ ჯგუფთან ყოფილიყო KGB-ს თანამშრომლები რა. მაგრამ მაინც ვიყავით თავისუფლები. ამიტომ დიდი ბედნიერება იყო დაში ყოფნა. ყველა ხეია ყვავილდა შერაშვები ბროწეულა. თავარი არის პროცესი თავისუფლებაში. მიზნისკენ სვლა, ყველა ნაბიჯი რაღაც სანტიმეტრობით მიიწევ მწვერვალისკენ რაღაც. და არა მწვერვალზე დგომა რომელიმეზე, რომელიც არ უნდა იყოს. მსოფლიოს უმაღლესი თუ მსოფლიოს უმაგრესი თუ რა. პროცესი. ეს პროცესი შემჭირდება თვითონ ადამიანს, რომ რაღაცა გაიზარდო, მზად იყო რაღაც ქვეყანაში გადასასვლელად ან საერთოდ რა ცხოვრებისათვის. ესეც ჩვენი ქალაქი, დედაქალაქი თბილისი. თლად ლამაზი ვერ არის აქედან. ადრე უფრო ლამაზი იყო. და კიდე უფრო ლამაზი იქნება.
ეს ქალაქი, ეს ქვეყანა ჩვენი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ბედნიერ ლაღ ცხოვრებას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ჩვენ ხალხს. ეხლა ვიწყებთ დაშვებას. დღეს კიდევ ერთი დღით შეუმცირდა სიცოცხლე რეჟიმს რა. და ჩვენი თავისუფლებაც კიდევ ერთი დღით მოახლოვდა. და ყველას გვეჩქარება. არ გეჩქარებათ? გამთავრება. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საკეთებო. და ვიღაცებს კი გონივართ, რომ უსაქმურები ვართ და აკაცუკი. ჯარიმა 5. 25,000. ჯერჯერობით, ხო. ისე სხვა ჯარიმები ადრე დაიწყეს რა. ამ ჯარიმებზე ადრე რაღაცა პატარა დანაზე სამაშველო რაღაც დანა მქონდა და კატა მიმყავდა იმასთან. ვეტექიმთან რა. ხო და მაშინ და მეოთხარი ეს დანა დამრჩენია თიდან ჩამოსული ვიყავი რა და იგივე შარვალი მეწოდა დანა მეკიდა რა იმას კამარზე. პატარა დანა არის პეცელის სპეციალური თოკის გადასაჭრელი დანა არის რა და აი მეოთხარი და პირველად დამჭირდა მე თქვა რომ აი ისა ვარ დამსვლელი და მაშველი და რაღაც დამრჩენია რა რამ დამსვლიო არ მეოთხარი რავი ვარ რა და მოგეთ არ დაიჯერეს და მე ნავარჯიშები ბიჭი ჩანხარ შენ და ისე რომ შენებლობასთან ვიდექ და მოდი შევეჯიბროთ რა ხერზე აზიდვაში და დავიწყე ხო და მიყურა და არა რაღაცა დამინახავს გადამიღებსო და ამ დროს მეორემ დაიწყო საბუდის კონდა პირადობა ჩემი და Google-ში მონახა და ოი მართლა თამსვლელი იყო ევერზე ხარ და ორჯერ კი ოთხი და ამ დროს მეორე პაის გამოიძახეს მეორე ეკიპაჟიც კატა გაგიჟდა ცხელოდა 50 მეტრი მქონდა დარჩენილი კლინიკამდე რა ცოტა სხვანაირად რო დაგულაპარაკებოდიო სხვანაირად რა თქვა გლეთ რა არა უშავს გამარჯობა როგორ ხარ გამარჯობა რა შეგით უძლე ნიკოლოზ როგორ ხარ ამდეხანი არ ინახე გამარჯობა ჩემთან ერთად წამოხვალ ხო მე და კი მე და ალექსანდრე ვართ რა შეუძლებელია რომ აი ამდენი უკანონობა ამდენი უსამართლობა ესეთი შეურაცხყოფა ამ მთავრობისაგან, ამ ქოცური მთავრობისაგან ჩვენ ავიტანოთ ის რომ აი ერთი კაცის ჭკუაზე ასე ვთქვათ სიარული რაღაცა აი მთელი ქვეყნის ერთი კაცის და მისი მონების ჭკუაზე მოწყობას საკმაოდ შევეგუოთ შეუძლებელია ის ეგეთი ცხოვრება ენერგეთ ეგუებია ბედნიერი ხარ ცხოვრები ოპწორს ასაკეთო ახალგაზრდა კაცი ხარ რა აი ამ ქვეყანაში გინდა ცხოვრება ასეთ ქვეყანაში განსაკუთრებით მაგრა შემწხვებოდა რა კი მოისა დაიმა შვილიშვილებს მოუყევით მერე შვილიშვილებს მოუყევით მერე მე მომკლეს ბაბუ მომკლეს ინიქსევა გიხედავ იქ მე უნდა ვიყო, იქ შენ უნდა იყო, ჩემი შვილები უნდა იყოს, ხო? ისე ციხეში. უბრალოდ შემთხვევით არა ვართ რა. ჩვენ გამოგტაცეს ხელიდან, აი ვთქვათ, იმაში თბილისი მოლთან, ან რუსთაველზე, ან საღას, შემთხვევით არ დამიჭირეს, იყო რომ აი ეს ბიძინა საქმეად რა, დავიჭიროთ ან რა. ხო და შემთხვევით არა ვარ, ჯერჯერობით, ხო? და ისინი კიდე ზიან რა იქიდან ჩვენ გველოდები აი რამ უნდა გაგვაჩეროს
სახლში. რა უნდა შეისმინოს, ახლა ზარქუა. და იმანა ყაველაშვილმა და რა ვიცი გვარებით დამაწყებიებთ ახლა მაგაძე ლაპარაკ არიან რაღაც სოროებში შეკეტილი დადიან ერთმანეთის რესტორნებში ვინმე საჭმელში არ ჩაგვიუკაცრავად არ ჩაგვიფურთხოს ვინმე რაღაც არ გითხრას ქუჩაში ვერ გამოვ არიან ციხეში არიან ფაქტიურად რა სად ყოფნა ახლა ყველაზე ადვილი მართალი გითხრა არ ვიცი რა სად უნდა იყო რომ რაღაცა მშვიდად იყო. ციხეში, გარეთ, სახლში და მალული თუ აი სად. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის, ჩვენი სამშობლოსათვის, ჩემი შვილების, შენი შვილების, შვილიშვილების მომავლისათვის რა. და ამაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ? რა მწვერვალზე უნდა ავიდეთ, რა სახლი უნდა ავაშენოთ, რა ისა ხიდი უნდა გავდოთ მდინარეზე, ან რა უნდა ვქნათ? ეს არის ყველაზე მთავარი. მაგრამ აი როგორ შევძლებთ, ეგ უკვე ცალკე ამბავია. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. რამდენი ხანი მიდიხარ? პირველი ასვლა რო ჩადარდა, მაგ ააკეთეს, მაშინ 27 დღე მიდიოდი. რას ლაპარაკობ? ხო, და კაპიტანის კედელზე? ხო, პირველი მაგ მარშრუტზე ზუსტად. და ისა რა ქვია? 1 კილომეტრს არ არის. ხო, მაგრამ ბედნიერები ვართ ფაქტიურად. აი ასეთ მომენტში რომ მოხვდით რა, მაგრამ ბავშვობაში ალბათ მინატრია რაღაც 300 არაგველში რო გავრეული ყავით თქვათ ან გიორგი სააკაძეს ან დავით აღმაშენებელთან ერთად იდგორში სადმე რა ასპინძის იმ დროს არ დავიბადეთ მაგრამ რა დროსაც დავიბადეთ მაგარია ძალიან გამიხარდა რომ მითხარი რომ უჩემოთ არ გახსნაოდა ეხლა შეხარ პასუხისმგებელი მარიანად მძიმე როგორ ისე იყოს რომ ორივე რომ მივწვდეთ რა ვაუ რა საინტერესოა რა ისტორია აქვს ამ სკიუს შიგნითან პიროსმანით ხო რაღაც ისეთია სკიურის მეკობრის სკიურის ის არის იმიტაცია და მე მგონი პანდორას ყუთის გახსნას დავით მე შინი ახლა მე ვერ გეტყვი რომ თავიდანვე ვიცოდი რომ გაცრავა და დამპალ საბჭოთა კავშირში ცხოვრობთ ის რომ ეს კომუნისტები ასეთი საშინელება არიან ის რომ ეს ყველა არ ვიცოდი სოფელში დავიბადე სოფელში გავიზარდე ზანამ ერთი ჩემმა კლასელმა რომელიც ახლა არ დადის ჩემს გვერდით არ ადგას რა მაგრამ იმან რომ ჩამოიტანა ამბავი თბილისში ჩამოდიოდა ბიძასთან სტუმრად და ჩამოიტანა ამბავი რომ ეგრე არ არის მამა და დღეს მეშვიდე კლასელები ვიყავით რომ აი ჩვენ რაღაც თურმე ეს ასე იყო თურმე ეს ასე თურმე კომუნისტები ბოლშევიკები ჩვენ რამდენს ვიბრძოდით ჩვენ სულ სხვა ვართ ჩვენ არ გვინდა რა ამ რუსეთთან ისე და აი მეშვიდე კლასიდან უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი რამდენჯერმე მრიცხავდნენ სკოლიდან, მრიცხავდნენ კომკავშირიდან, მაგრამ რას უნდა შევეშინებიეთ მაშინ რა. რაღაცა ეს რამდენი წლის ხარ? ნეპალური ეგ არის ალბათ 95-ში გადაღებული და 93-ში. 93-ში, ესე იგი 33 წლის. რო აი დედა ჩემი ის იყო ბიბლიოთეკარი, ამიტომ სათავგადასავალო წიგნები, მოგზაურობა, ბუნება რაღაც მერე გეოლოგია, იმიტომ რომ ბიძა ჩემი ის იყო გეოლოგი, იყო პროფესორად. პროფესიით გეოლოგი. ხო, გეოლოგი, სამთო ინჟინერი გეოლოგი რა. ბუნებაში მინდა და ცხოვრება. იცოდი რომ სადაც ვერ დავждდებოდი კაბინეტში ეს. და შემთხვევით ალპინია და იყო ჩვენს ინსტიტუტში და წავედი. და მაშინ დავიწყე ცოცვა. და მერე დაიწყო ყველაფერი ცოცვა ბოტანიკურ ბაღში. ხო, ბევრი წელია რაც მთაში დადიხარ. 79 წელიდან. მანამდეც დავდიოდი. დავდიოდი როგორც მწყემსად ისე რა პატარა ბავშვი. მერე კლასში ვიყავი მწყემსად რომ წავედი მთაში. ცხენი ნაბადი თოფი მერვეში. ასე რომ კი გურული კი ვარ, მაგრამ არ არის ახლა დააჩენთვის უცხო. აი თქვა შხარაზე ასვლა არის აგერ. ჩემთვის არის ყველაზე დიდი მთა. აი თვითონ თამსვლელური
სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ან თვითონ სწავლებისთვის რო არ მჭირდებოდეს და მარტო ჩემთვის დავდიოდი, შეიძლება მარტო უშფაზე მევლო რა, იმდენად ძვირფასი რამეა რა და ყველა ასვლა ჯერ არ ყოფილა, რომ ფაქტიურად გული არ ამჩოყებოდა რა, მწვერვალზე რო ავდივარ, რა, ესეთი ის არის. პირველი ასვლა მქონდა 85-ში მიშლეევის მარშრუტზე. ახალ დაქორწინებულები ვიყავით, ფაქტიურად საქორწინებო მოგზაურობაში წავედით სვანეთში, მარინე დავტოვე საბაზო ბანაკში და მე წავედი მარშრუტზე. 19 დღის მერე ჩამოვედი. პირველი მარშრუტი ეგეთი. და მე ბევრჯერ აი თქვათ სამთრის უშუალოზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. ხო, ასეთი რაღაცები შემიძლია დავთვალო, თქვათ ხანზე რამდენჯერ ვიყავი, ან გამარჯვების პიკზე ან რაღაც, მაგრამ აი საერთოდ ახლა ვერთვლი დაახლოებით 120 პრომო მყინვარწვერზე. მაგრამ აგერევა მე ვერთვლი, ართვლი. აი თქვათ ეს არის პირველ 8000-იანზე გადაღებული. 8858 მეტრი. ესეთ ბევრი არაფერი. არ არის ევერესტი დიდი ამბავი რა. აი ჩემი გამორჩეული მწვერვალი არის აი გამარჯვების პიკი 7000 რამდენია 439 მეტრი. ხელფასი არ მქონია არასოდეს. სანამ აი გეოლოგი ვიყავი, მაშინ მქონდა რამდენიმე წელი, 3-4 წელი, 90 მანეთი მქონდა ხელფასი და მე ხელფასი არ მქონია, აი რომ აუ ხელფასი ჩამერიცხე, ეგეთი არ მქონია. მე ცოტა ხანს მუშაობდი მაშველად, მაშინ მქონდა 3 თვით ხელფასი რა, 1000 ლარი. თორე ისე არ მქონია. იმითი რომ აი ეს ვიცი, სიმაღლე, თოკი, რაღაცა შემიძლია ორგანიზება ხალხის ჯგუფის, აი ვაკეთებდი 1000 რაღაცას რა, აი შელესვა, შეღებვა, მონტაჟი, დემონტაჟი, ბადეების დაკიდება, კლდეების წმენდა, ეკლესიების ახურებები, აი თქვა ძალიან ბევრი ძეგლზე მაქვს კი ნამუშევარი, თქვა პირველად იხსნებოდა ახალი ტაძარი 87 წელი იყო მეტეხში მაშინ თეატრი იყო მეტეხის თეატრი და ჯვარი უნდა დამედგა მან მეხამრიდი იდგა რა ასეთ წვეტიანი ის იყო და ქუჩინ ტაძარი იყო და დავიწყეთ ამ თეატრის დემონტაჟი თანამშრომლებიც რა თქმა უნდა გვეხმარებოდნენ და მოკლედ შიგნით იყო დასაკიდებელი ჯაჭვი და აი ამ გუმბათში შიგნით ასვლა და აი ამის დაკიდება და ამ დროს პატრიარქი შემოვიდა და რაღაც დავინახა როგორ ავდიოდი აქ თოკი და რაღაც თხოვა რომ მოკლედ ამის გამიმომიტანა და იჯდა და ქვევიდან მიყურებდა და გულშემატკივრეობდა რაღაც და მე მოხსენით ეს შიდა განათება, სცენა რაც იყო ეს მე ჯვარიც დავდივდი. რა ესეთ ბევრი საინტერესო ნუ ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო იყო ვარძიაში ბადეების დაკიდება, მაშინ კლდეებზე ახალი ის იყო და ჩვენ დავიწყეთ და არ ქონდა დიდი გამოცდილება, თან ვაკეთებდით, თან სწავლობდით. სამების გუმბათი ჩვენი გაკეთებულია, განათება სამების იქ მთელი ეს სახურავი, გუმბათი ჩავსვით იმაში, ხარაჩოებში. გავაკეთეთ თაროები, ანუ რაზედაც ხალხი იდგა, ასე თქვა და მუშაობდა რესტავრატორები და ეს მთლიანად შევფუთეთ ბრეზენტში. დაახლოებით 1500 მეტრი ჰქონდა შეფუთული, ისე რომ ნიავი არ უნდა შესულიყო შიგნით, რომ ეს სუსალის ოქრო დაედოთ, ფერფლივით არის ეს ბლოკნოტებში ჩადებული და იმიტომ რომ შეისუნთქო, ღრმად როა მოისუნთქო ეს ჩაგეყლაპება ეს ოქრო ისეთი თხელი და ეს გამჭვირვალე ის არის. რავი, მე ერთ ახლობლად 15 ეკლესიაზე მაქვს ჯვარი დადგმული. შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად გავცემთ სერტიფიკატს, ვასწავლით და საერთაშორისო სერტიფიკატს გავცემთ, რომ როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ. ხო და ყოფილა შემთხვევა, რომ იქ რაღაც შემკვეთებს უთქვამთ, რომ შენ ეგრე არ გამოვა. ეგრე არ გამოვა შენ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ხარ, იმიტომ სამუშაოს ვერ მიიღებ.
სახელმწიფო გამოყოფს ალპინიზმს და ფულს, რომელიც მართალი გითხრა არც მიმაჩნია, რომ ეს სწორი და ეს არის მართალი. არ უნდა აფინანსებდეს. თქვათ, ეგრე დაფინანსებული სპორტები როა, იმიტომ წავიდა საქმე ცუდად. ნორვეგიაში მე მგონი საერთოდ არც ოლიმპიურ ჩემპიონს უხდიან რამეს და არც არავის რა, უბრალოდ სპორტის ინახავს ბიზნესი რა. კანონი ისი არის, რომ აწყობს ბიზნესს, რომ ჩაერიოს სპორტს, აინტერესებს რა. მაგ ჩვენთან როგორც კომუნისტების დროს, იმიტომ რომ უბრუნდებით საბჭოთა კავშირს და რაღაც რუსულ წყობას ისე არის რა. რა ვიცი, გადაწყვიტეს რომ ალბათ გადაწყვიტეს რომ ბებერი ვარ, ალბათ გადაწყვიტეს ის რომ თვითონ უკეთესად გააკეთებენ. და მოკლედ ძალიან შემიცირეს რა, მაგრამ არა უშავს რაღაც ნახვა საშუალება. იმედი მაქვს მოვასწრებ ანტარქტიდას, მოვასწრებ კარსტენზის პირამიდას, მოვასწრებ პაკისტანში ერთ-ორ კარგ ისეთ კლდოვან მარშრუტს. იქნებ 1-2-8000-იანიც მოვასწრო, მაგრამ ამას უნდა კარგი ცხოვრება, დალაგებული, მშვიდი, უნდა სპონსორი და არა ისეთი რომ ახლა მაგალითად გუშინ გამომიცხადეს რომ ჩემი ახალგაზრდებთან რაც მქონდა ესე ვთქვათ პროგრამა დაგეგმილი წლევანდელი ზაფხული წლევანდელი სეზონი რაღაც მეოთხედიც კი არ დამიტოვეს რა და მართალი გითხრათ არ ველოდი რომ რაღაც ამას აქში აი ამ დროში რაღაც ასეთი თავგადასავლები თუ გვექნებოდა რა და აი ასეთ განსაცდელებში თუ ჩავარდებოდით და ასეთი ბრძოლა თუ მოგვიწევდა რეები გადავიტანეთ კიდე რა გველოდება კაცმა არ იცის რა მაგრამ გამჩერებლები არა ვართ უბრალოდ სათვალეს იკეთებ და ისევ კამერას ისჩები და იყურებ, გაიგეთ რაღაც გავაკეთე. შეგვიძლია. ეგ მარტო კინოებში ხდება, მთაში არ იხსნიან სათვალეს. არა ნაკლები ქვეყანა ვიქნებით, ევროპულ მთის ქვეყნებზე ნაკლები არ ვიქნებით, მალე, მაგრამ დიდი შრომა დასჭირდება ამას. მე ალბათ ვერ მოვესწრები ამას, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი შვილები ნორმალურ თავისუფალ ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებენ, რომ იამაყებენ, რომ მე ქართველი ვარ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ეს ჩემი ქვეყანა. ეგ იქნება აუცილებლად იქნება.